ეს ჩვენ ნიკაკაციას დაცვის მხარემ თქვით დასკვნითი სიტყვა, სადაც დეტალურად ვისაუბრეთ იმ გარემოებებზე, იმ უმოქმედობაზე, რაც ბრალდების მხარემ გამოიჩინა ნიკაკაციას პირადი ჩხრეკისას. კონკრეტულად შევაჯამეთ მთლიანი სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. შესაბამისად, მოწმეების ჩვენებები, მოგეხსენებათ, ძირითადი საქმის მოწმეები იყვნენ პოლიციელები, ერთი გამომძიებელი და ორი დამკავებელი პირი, რომლებმაც მიიღეს პირად ჩხრეკაში მონაწილეობა. აღნიშნული პირების ჩვენებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო, ალოგიკური თანმიმდევრობის და შესაბამისად ვერ უთითებდნენ იმ გარემოებებზე, თუ რატომ ვერ მოხდა ვიდეო გადაღება. გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის შესაბამისი მტკიცებულებები, საქმეში არ არის ვიდეო გადაღება, საქმეში არ არის ნეიტრალური პირი და ყოველივე ამის შესაძლებლობა ობიექტურად ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და არ მიიღეს შესაბამისი ზომები, ვფიქრობ, რომ სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.